Free Business Gym ასე ჰქვია ახალ პლატფორმას, რომელიც ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო შეიქმნა. იდეის ავტორი ბიზნესმენი გიორგი ჩუგუშვილია. Free Business Gym-ის პლატფორმის პრეზენტაცია BMG TV-ზე გიორგი ისაკაძის გადაცემა ბიზნესის კვირეულში გაიმართა. ბიზნესმენები, ვინც ფიქრობენ, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარების დეესკალაციის გზა, ახალი არჩევნების დანიშვნასა და პროევროპულ აქციებზე დაკავებული მოქალაქეების ახალ წლამდე გათავისუფლებაშია, შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ამ პლატფორმაზე და საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ. ბიზნესმენი და კომპანია CAI-ის გენერალური დირექტორი სანდრო შელია BMG TV-ის გადაცემა ბიზნესის კვირეულში აცხადებს, რომ ქართველი ხალხი რაც არ უნდა ინერტული იყოს სხვადასხვა პოლიტიკურ თუ ტექნიკურ პროცესებში, როდესაც საუბარია ადამიანების დასახიჩრებასა და ცემაზე, შეუძლებელია ქართველი ხალხის გაჩუმება. მისივე თქმით, ამგვარი გზა, რა პოლიტიკასაც სახელმწიფო ატარებს, არასწორია და ეს არსებულ კრიზისს ვერ განმოხტავს. ამასთან ბიზნესმენის აზრით, ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ საქართველო ევროპას დაშორდეს და რუსეთს მიუახლოვდეს. დღემდე ბიზნესი და ხელისუფლება იყვნენ პარტნიორები. ასე იყო 30 წლის განმავლობაში. დღეს ხდება გარდატეხა, როცა ბიზნესი ხდება საზოგადოების პარტნიორი. ხალხი აკომპლექტებს ხელისუფლებას, ბიზნესი ავსებს ბიუჯეტს. განაცხადა BMG TV-ის გადაცემა ბიზნესის კვირეულში სასტუმრომ კოლხიდას თანადამფუძნებელმა ხათუნამ ლაგაზიძემ. გადაცემის მთავარი თემა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი და არსებული ვითარების ბიზნესზე გავლენაა. მისი განმარტებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიმართ ტურიზმი განსაკუთრებით მოწყვლადია და არსებული მდგომარეობა უკვე ხულია ზამთრის კურორტებზე. ის ასევე დასძენს, რომ მოცემული რეალობით ქვეყანა საფრთხის წინაშეა, რომ ერთი ბაზარი გახდეს მისი მომხმარებელი. ტურისტული ბიზნესის წარმომადგენელი ინიციატივით გამოდის, რომ შექმნას დიალოგის ფორმატი, სადაც ბიზნესისა და საზოგადოების ხმა იქნება განსაზღვრული. ვინაიდან უცნობია თუ როდის ჩამოიქცევა ხელისუფლება და როდის დაინიშნება ახალი არჩევნები. ბიზნესისა და საზოგადოების ინტელექტუალური პოტენციალი უნდა მოხმარდეს იმაზე ფიქრს, როგორ უნდა აშენდეს რეალურად თავისუფალი საქართველო, სადაც ყველას ექნება ის როლი, რასაც კონსტიტუცია ავალდებულებს. კომპანია Energy Development Solutions-ის დირექტორი მიხეილ მიქელაძე აცხადებს, რომ დღეს უცხოელ ინვესტორებს ჩვენი ქვეყანა აღარ აინტერესებთ, რადგან მათ ინვესტირება და ბიზნესის კეთება მშვიდ ადგილას სურთ. ამის შესახებ ბიზნესმენმა და საქართველოს შვეიცარიის ბიზნეს ასოციაციის ყოფილმა პრეზიდენტმა BMG TV-ზე გიორგი ისაკაძის გადაცემა ბიზნესის კვირეულში ისაუბრა. მიხეილ მიქელაძე უერთდება გადაცემაში გაჟღერებულ მოთხოვნებს ახალი არჩევნების დანიშვნისა და საპროტესტო აქციების დაპატიმრებულ მონაწილეთა ახალ წლამდე გათავისუფლების მოთხოვნას. სპორტული პაბი PAB 44-ის დამფუძნებელი ელენე კვირიკაშვილი BMG-თან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ეფექტს აფასებს და აღნიშნავს, რომ მათ ბიზნეს შემოსავლების 75%-იანი ვარნა აქვს. მისივე პროგნოზით პროცესები მუდმივად ასე არ გაგრძელდება, თუმცა რაღაც რეალობა დადგება, რაზედაც ქვეყანას გადაწყობა მოუწევს. კვირიკაშვილი დასძენს, რომ თუ საქართველო არც ევროპისკენ წავიდა და საერთაშორისო ორგანიზაციების ქვეყანას დატოვებენ, მას ოპერირების შეწყვეტა მოუწევს. სოციალურ ქსელში შეფი ლუკა ნაჭყებია სტუმარ მასპინძლობის სფეროს წარმოადგენლების პროტესტს აანონსებს. აქცია მარში 17 დეკემბერს 13 საათზე დეზერტირების ბაზრიდან პარლამენტამდე დაგეგმილი. სექტორის წარმოადგენლები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გააპროტესტებენ. ნებისმიერ ადამიანს, ვინც ამ სფეროს ემსახურება ან ამ სფეროს სტუმრობს, შეუძლია შემოგვერდეს. სიმბოლურად თბილისის კულინარიული ეპიცენტრიდან დავიწყებთ. დეზერტირების ბაზრის აგურის შენობა. წერს შეფი ლუკა ნაჭყებია სოციალურ ქსელში. მიმდინარე მოვლენების ფონზე გაყიდვების დაახლოებით 50%-იანი ვარნა გვაქვს. ამის შესახებ კახეთში სოფელ კარდანახში მდებარე მარნის ავთანდილის მეღვინეობის თანადამფუძნებელმა ავთანდილ ირომაშულმა BMG-სთან ისაუბრა. მისი განმარტებით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები დროში თუ გაჭიანურდა, გაყიდვების ვარდამ შეიძლება ზრდის ტენდენცია შეინარჩუნოს.